დაჭრა გორში შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. ორი დაჭრილი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ლადო ბიჭაშვილი არ ყვევს მომხდარის დეტალებს, ის გვერდება გორიდან. ლადო, თუ დააკავა პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილები. გორში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. ჩვენი ინფორმაციით ეს ორივე არასრულწლოვანია. რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი გუშინ გადმოიყვანეს სამედიცინო ცენტრ გორმეთში, ჩაუტარდათ გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება, განსაკუთრებით ერთის ექიმი ამბობს, რომ მდგომარეობის დასტაბილურობას ელოდებიან და რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმინდა წყლის დასახლებაში, სადაც აღნიშნული სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ახალგაზრდებს შორის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ასევე მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვების სერიები გრძელდებოდა პოლიციის განყოფილებაში. გამოკითხვაზე დაბარებულების ნაწილი ასევე არასრულწლოვნები არიან. სამედიცინო ცენტრი გორმეთში შემოსული არის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც აღინიშნულდათ მრავლობითი ნაკვეთნაშლი ჭრილობების სხეულის არეში. ორივე მდგომარეობა საკმაოდ მძიმე, სერიოზული, სასწრაფო წესით ჩატარდა წინა საოპერაციო კვლევები, ორივენი აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ორივეს მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილდა და დღეს ამხვალ იგეგმება უკვე პალატაში გადავა. აიგით სადღაც მომხდარა და აზრი არ ვართ არავინ არა. მაშინ რა მოხდა? დიდხანს პოლიციელები აქ უშინ საგამოძიებო მოქმედება. დიდხანს იკურებდი. კარგი ღამის 10 საათამდე. ერთი მეზობელი ბიჭი ყოფილა აქ და მეორე არ ვიცი. დაჭრილი ვინც არის? როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ეგ კარგად არის. მეორე მძიმეა. იმდენი ხანი იყო ჩოჩქოლი და სასტრაფოები, პატრულები, პოლიცია დადიოდნენ, რომ არ გახმაურებულიყო, გამორიცხული იყო, იმიტომ რომ თვითონ ხალხიც უკვე კითხულობდა, რომ რა ხდება, იპოსტებოდა ინტერნეტში, რომ ესე და რავი, პატარა ბავშვები იყვნენ ძირითადად გარჩევაში მონაწილეობდნენ. ქვეყანაში პოლიციას არ სცალია კრიმინალისტვის და სცალია იმისთვის, რომ აქციებზე ამოდენა ხალხი გამოიყვანოს და ჩვენ გვცემოს და ჩვენ გვიტყვას და გაუგონარ ჯარიმებს წერენ და ისე არის უპატრონოდ მიგდებული ქვეყანა, რომ ბავშვები რავი უპატრონოდ დადიან ქუჩაში, არ აყავს არავინ მომკითხავი. სისხლიანი დაპირისპირება გუშინ საღამოს საათებში წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. როგორც გითხარით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმე რჩება, განსაკუთრებით ერთის კრიტიკულად მძიმე. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს დაწყებული.